გუშინ სადგურის დასახლებაში დიას გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტს გორის საკრებულოს დეპუტატები ეხმაურებიან. ისინი სამშენებლო კომპანია მედშენის ხელმძღვანელის გიორგი ჯანაშვილის ქმედებას აპროტესტებენ და მას ურჩევენ, რომ ჟურნალისტებთან მსგავსი ქმედებებისაგან თავი შეიკავოს. დეპუტატების თქმით, დამოუკიდებელ და ობიექტურ მედიასთან ბრძოლა დანაშაულია. სტობისთვის გიორგი ჯანაშვილმა გუშინ ჩვენს რეპორტიორებს ნიკა გაბლიშვილს და ნიკა ღოლიჯაშვილს სადგურის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის გადაღების საშუალება არ მისცა. მან რეპორტიორებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და ამის მიზეზად დიას არაკორექტულობა დაასახელა. გეტყვით იმასაც, რომ ჯანაშვილი სწორედ სამშენებლო კომპანიის დირექტორია, რომელიც საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას უზრუნველყოფს. სამუშაოები 2014 წლის 26 დეკემბერს დაიწყო და 2015 წლის 1 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. რა სამუშაოები მიმდინარეობს, რატო არ გვეუბნებით? იმიტომ რომ რატომ არ? და ჩვენ კომპანიასთან ამი პრობლემა გაქვს თქვენ? კი. რა პრობლემა გაქვს ჩვენ კომპანიასთან? არ ხართ კორექტული. რატო? რაში გამოჩნდა რომ არ ვარ კორექტული? აი გამორჩეთ კამერა. რატო ეს რო გავაშუქეთ, რო არ კეთდებოდა შეჩერებული რო იყო სამუშაოები, მაგის გამო ამბობ? აბა რატო ვარ? არ არის გულისთვის. გითხარით? ნუ ინტრიგანობთ რა. არ ვინტრიგანობ, გითხარით, რატო ვარ ჩვენ არა? მისლით ადამიანს. მოსილით სამშენებლო მოედანს. მოსილით სამშენებლო მოედანს. ჩვენ უფლება გვაქვს რომ გადავიღოთ ეს. სამშენებლო მოედანზე გადით იქით და რაც გინდათ ის ქენი. მოსილით სამშენებლო მოედანს. ჟურნალისტების და ტელეკომპანიების წინააღმდეგ გალაშქრება ეს არის ძალიან წამგებიანი პოზიცია. ყველა ადამიანისთვის მით უფრო ესეთი კომპანიის ხელმძღვანელისთვის, რომელიც დღეს ძალიან სერიოზულ სამუშაოებს ასრულებს სადგურის დასახლებაში და პირდაპირ გეტყვით, რომ მე უხეშად ვიტყვი, არ გადავიკიდებდი ჟურნალისტებს აი ამ ჩემი უხეში საქციელის გამო. რადგან ვფიქრობ, რომ შესაძლებელია უფრო მძიმე შედეგები მოყვეს აი ამ მისგან გამოხატულ აი ამ უხეშობას. მე არა მაქვს აქ ლაპარაკი კონკრეტულ პიროვნებაზე, მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ არავის არ აქვს უფლება, რომ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენოს და ყოველთვის კორექტურები უნდა იყვნენ ჟურნალისტების მიმართ. ამას მე ვაფიქსირებ და ყოველთვის დავაფიქსირებ და ის მძიმე შრომა და ის რთულ პირობებში მუშაობა, რაც ჟურნალისტებს უწევთ, ნამდვილად ყოველთვის დასაფასებელია და ყოველთვის შედეგის მომტანია ქვეყნისათვის. ამიტომ ყველას მე მაგალითად მოუწოდებ, რომ ყოველთვის კორექტურები იყვნენ და მეტად უფრო ლმობიერები ჟურნალისტების წინაშე. თვითონ ფაქტი რომ არის ძალიან ცუდი, ამას დავადასტურებ თქვენი ტელევიზიის მიერ პატივისცემას და ვთვლი რომ ჟურნალისტებთან ესეთი მოპყრობა არის არაეთიკური და არაკორექტული. არ შეიძლება ჟურნალისტებისადმი ასეთი მოპყრობა. ხა მე არ ვიცი ახლა იქ რა მოხდა და რა ის იყო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, არსებობს კორექტული მიდგომა და რა ვიცი, არასასიამოვნო ფაქტია. მე არ მივესალმებ ესეთ ქმედებებს ჟურნალისტების წინააღმდეგ. თქვენი არაობიექტურობაში და არაკორექტულობაში ეჭვი არ შემიტანია და რა ვიცი, ხა იმან რა გააკეთა, საიდან მოიტანა ეს არ ვიცი.